3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამერიკული ბომბები მეცხრე ღამეა ზედიზედ ეცემა ირანს. შესაძლოა ისრაელიც ჩაერთოს ბრძოლაში. ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ შესაძლოა ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი ლიდერი ქვეყანაშიც კი არ იმყოფებოდეს. ამასობაში JD Vance ადანაშაულებს ისრაელის წარმომადგენლებს ომის გაჭიანურებასა და ირანთან შეთანხმების ჩაშლაში. ყველაფერს დღეს დეტალურად განვიხილავთ კვადზე. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება JNS-ის კვადზე. აქ ვარ ჩემს მშვენიერ თანაწამყვანთან, შოშანა კეით კიძჯასკალთან ერთად და ჩვენთან დაბრუნდა ფლერ ჰასან ნახუმიც. მართალია დისტანციურად, მაგრამ მაინც ჩვენთანაა. და რა თქმა უნდა, დღეს ძალიან განსაკუთრებული სტუმარი, წამყვანი გვყავს. მის ისრაელი 2026 ჩვენთან ერთად არის დანიელ იაბლონსკა. ძალიან გვიხარია რომ აქ ხარ. სასიამოვნოა აკოპნა. დიახ, პირველ რიგში ვსაუბრობთ იმაზე, რა ხდება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. გულისხმობ უკვე 9 დღეა ვხედავთ ბრძოლებს, სადაც შეერთებული შტატები მნიშვნელოვან ობიექტებს უტყამს. ისინი ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ამას საკმაოდ დიდი ხანია აღარ გაუკეთებიათ. და ორივე მხარემ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ცეცხლის შეწყვეტა აღარ არსებობს. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის აქ ისრაელში? კარგი კითხვა დასვით. ფლერ, რას ფიქრობ მიმდინარე მოვლენებზე? ფიქრობთ, რომ ისრაელი ამ კონფლიქტში ჩაერთვება თუ დღის წესრიგში შემდეგ რა იქნება? ეს სწორედ ისაა, რასაც ყველა, ვისაც მე ვიცნობ, უსაფრთხოების მაღალ ჩინოსნებში ამბობს. ეს დღეების საკითხია. ჩვენს აეროპორტებს თხოვეს, რომ ამერიკული თვითმფრინავებისთვის ადგილი გამოყონ. ამიტომ ზოგიერთ ჩვენგანს ფრენები გაუუქმდა. აი ეს მესმის მე. მესმის, რომ ეს შაბათ-კვირამდე მოხდება, მაგრამ ხო იცი ემილი, ეს უკვე არაერთხელ გვსმენია. თავარი კი ისაა, რომ ფიქრობ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მემორანდუმი დასრულებულია, რომ როგორც ვიცოდით, ისლამურ რესპუბლიკას არასდროს ჰქონია რაიმე განზრახვა. ჩვენ არ ვიცით, რატო აწვებოდა ამერიკა ამას. მათ საკუთარი მიზეზები აქვთ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი სრულიად გამართლებულია. მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დასრულდა და ყველამ თქვა, ისინი ელოდნენ მეოთხე ხეივლისის დასრულებას. ისინი ელოდნენ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ ასევე ველოდით შუალედურ არჩევნებს, მაგრამ ვინ იცის, რას იზამს პრეზიდენტი ტრამპი? მთავარი ის არის. ისინი ისლამური რესპუბლიკა აგრესორები არიან. ყოველთვის ასე იყო და ამერიკელები ახლა უკან ვეღარ დაიხევენ. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე იმ ფაქტის გამო, რომ მათ იორდანიაში სამსახურში მყოფი სამხედროები მოკლეს. ისინი რეგიონში გაგიჟდნენ. მე ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უნდა უხელმძღვანელოს. რომ არ თქვან თითქოს ეს ომი ჩვენ გამოვიწვიეთ. მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ესკალაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ხო, ანუ შეიძლება ჩაგთონ ამაში, გვინდა თუ არა. და ვნახეთ, მგონი ეს უბრალოდ გუშინ იყო. რაკეტების მასიური სროლა იორდანიის, ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით ღამით. და ასევე გაისმა სირენები ისრაელში, ეილათში, სამხრეთ ისრაელში. ნახეთ ნამსხვრევები, რომლებიც ჩამოვიდა. ზოგიერთი დამცავი რაკეტა იქნა გაშვებული, რათა ეს ნამსხვრევები ისრაელის ტერიტორიაზე არ მოხვედრილიყო. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მაგრამ ეს ნამდვილად ესკალირდება. და რა თქმა უნდა, ვნახეთ ისიც, რაც მე უჩვეულოდ მომეჩვენა. ვნახეთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები დაუყოვნებლივ თავშეკავებასა და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ეხლა რა თქმა უნდა მესმის, რადგან სწორედ ისინი იღებენ ყველაზე მეც, უფრო მეც ვიდრე ისრაელმა მიიღო. არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ რაკეტების მთავარი სამიზნეა, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ თუ რეგიონის დანარჩენი ქვეყნები არ არიან მზად, მხარი დაუჭირონ შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივაში, ისევ იმავე ადგილას ვბრუნდებით, არა? რას ფიქრობთ ამაზე? ფიქრობ მარტის შემდეგ ყველანი უბრალოდ ველოდით, როდის განახლდებოდა ეს ყველაფერი ისევ. არ მგონია ვინმეს მართლა ეგონა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ეს უფრო იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი შვებულების აღებას შევძლებდით და არ მოგვიწევდა თავშესაფარში გაქცევა. ეს არის შვებულება ისრაელში. ხო. ჩვენი წარმოდგენა შვებულებაზე ახლა ომის ხელოვნებას გავს. და უნდა შეუტიე უკან, სანამ ეს მაგარია. მაგრამ საინტერესოა, რომ მათ არ დაგსხმიან თავს. საინტერესოა, რომ მათ არ შეუტევიათ. და ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ისინი ძალიან ეშინიათ ჩვენი რეაქციის, რადგან სწორედ ასე მუშაობს შეკავება. არ ვიცი ვინ მეთანხმება აქ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ ისინი ყველას უტევენ. მესმოდა ძალიან საინტერესო რამ ქუვეითის შესახებ, სინამდვილეში რომ ქუვეითი მართლაც საპასუხოდ მოქმედებს ძალიან დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და შეიძლება იყოს შემდეგი ქვეყანა, რომელიც აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდება. ვინ იცის?
ხო, ისინი ჩვენზე კარგად არ ლაპარაკობენ, მაგრამ მოусმინეთ თუ ვინმეს უნდა შემოგვიერთდეს მზადვარ, გარდა ირანის ისლამური რესპუბლიკისა. ისინი არ არიან მისაღები. ხო, არ არიან. არ მგონია ამაზე უნდა იდარდო, ემილი. დანილე, რას გულისხმობ, როგორ ფიქრობ, რატომ არ მიუტევიათ ჯერ ისრაელზე? ანუ, ეშინიათ? მინდა ვთქვა, რომ ეშინიათ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ვიმედოვნოთ, რომ უნდა ეშინოდეთ. ჩვენ ასეთი ძლიერი, უდიდესი არმია გვყავს და ყველანი მზად ვართ. ომის დაწყების პირველივე დღიდან ვამბობ, რომ ამ ყველაფერს ფასი ექნება. ბეზრათ ჰაშემ, ღმერთის ნებით, ეს ყველაფერი ღირებული იქნება. უნდა გავზლოთ, უნდა ვიყოთ მტკიცედ და უბრალოდ ვილოცოთ ღმერთთან, რომ ეს ყველაფერი ღირებული იყოს, რომ ირანი თავისუფალი გახდეს, რომ ისრაელის ხალხი მშვიდობაში იყოს და რეგიონმა წინ წაიწიოს. ერთი რამ, რაც ამ სიტუაციაში ძალიან მაწუხებს, ისაა, რომ თითქოს შუა ვადების არჩევნებზე ვსაუბრობთ, როგორც მიზეზზე, მაგალითად მემორანდუმზე ან რაღაც შეფერხებაზე. ან იქნებ მსოფლიო ჩემპიონატზეც კი. ესეც ხომ ახსენეს. ეს ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ რაც მაწუხებს და ჩემთვის ძალიან რთულს ხდის ამ ყველაფერს, ისაა, რომ ყოველ გასულ დღეს უფრო მეტი ადამიანი იღუპება. დიახ, კიდევ უფრო მეც. გულისხმობ, რომ ირანში ყოველდღე ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ამ კვირაში თინეიჯერები სიკვდილით დასაჯეს ისლამურმა რესპუბლიკამ, მაშინ როცა ჩვენ ვაყოვნებთ და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენ მართალი ხართ. მართლა იმედი მაქვს, რომ მართალი ხართ და ეს ყველაფერი ღირებული იქნება, იმიტომ რომ საკმარისია უკვე. და ეს არის დიდი განხეთქილება, რომელსაც ახლა ვხედავთ. ადამიანები, რომლებიც თითქოს რეჟიმის შეკავებას და მათთან დროებითი შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. და ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით ბევრ ისრაელოს წარმოადგენენ და ამბობენ, საკმარისია. ხო, მინდოდა მეთქვა. ფიქრობ, ვინც ფიქრობს, რომ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ და შეიცვლიან ქცევას, მოულოდნელად პატივსცემენ საკუთარ ხალხს და სიტყვის თავისუფლებას. უბრალოდ ცდება. ეს უბრალოდ არასდროს მოხდება. ამიტომ ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს. და თითქოს სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ის უნდა დამარცხდეს. ეხლა უბრალოდ დროს ვკარგავთ. პრობლემა ისაა, რომ ყველა მსოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკელები ასე არ ფიქრობენ. მე ახლახან 10 დღე ამერიკაში გავატარე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ფიქრობ, ამერიკა საკმაოდ კარგად ვიცი. ეს ბოლო რამდენიმე თვეში ჩემი მესამე ვიზიტია. სინამდვილეში ამ ბოლო მოგზაურობაში ბევრ რამეს მივხვდი. არ ვიცი რატო, ალბათ იმიტომ რომ ეს იყო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ყველას არ აქვს სურვილი, ან არც კი ვიტყოდი სურვილი. ყველას არ აქვს ის გამძლეობა, რაც ჩვენ ისრაელში გვაქვს, რადგან ჩვენ სხვა გზა არ გქონდა. თითქმის 3 წელია ომში ვართ. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, ჩვენი შვილები ჯარში მიდიან და მე არ ფიქრობ, რომ სხვები ამას იგებენ და მეორე მსოფლიო ომის დროს იგებდნენ, რომ უნდა იტანჯოს, სანამ მიაღწევ, როგორც დანიელა ამბობს, ჩვენ მივაღწევთ მეორე მხარეს. მაგრამ ამისთვის ნამდვილი გამძლეობა გჭირდება. და ვფიქრობ, ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ყველას ყველაფერი მაშინვე უნდა, ომში შევდივართ და გონია, რომ 2 კვირაში დასრულდება. არა, ესე არ არის. შეხედეთ რა მოხდა ღაზაში. ჩვენც კი ისრაელებიც კი შევეჩვიეთ ამ 6 დღიან ომებს, 10 დღიან ომებს და 12 დღიან ომებს. და თუ მართლა გსურთ, რომ თავი დააღწიოთ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა ისლამური რესპუბლიკა, რომელიც ცივილიზაციური საფრთხეა არა მხოლოდ ებრაელებისთვის და არა მხოლოდ ისრაელისთვის, ამას დრო დასჭირდება და ეს ჩვენ დაგვიჯდება. და როგორც ემილიმ ძალიან ლამაზად თქვა, JNS-ის კონფერენციაზე ირანელები ამისთვის თავიანთი სისხლით იხდიან. ეს არის ის, რაც ხდება ყოველ დღე, როცა ვდაობთ და ვფიქრობთ, დავბრუნდეთ თუ არა. ეს უნდა გაკეთდეს. სხვა გზა არ არსებობს. მორიელია. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ვერ იქნებიან სხვა რამ გარდა იმისა, რაც არიან. ამას ყოველდღე ამბობენ. ეს მათი მანტრაა, ეს მათი რელიგიაა, მორჩა. ასე რომ ეს არის კითხვა, როდის იტყვის ყველა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ამას 6 თვე სჭირდება, შეიძლება 1 წელი დასჭირდეს. ჩვენ უბრალოდ უნდა დავასრულოთ საქმე და არ ვიმერყეოთ. ხან შევიდეთ და ხან გამოვიდეთ. ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება გავაკეთოთ. საინტერესოა, რადგან ვფიქრობ, ეხლა იმ დროს ვართ, როცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპა ნამდვილად არ იყო მზად ამ საფრთხის წინაშე დადგომისთვის. სამხედრო თვალსაზრისით კი ჯერ კიდევ არა. თუმცა გარკვეული ცვლილება მაინც ვნახეთ. ანუ ევროკავშირმა საბოლოოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ოფიციალურად შეიტანა სიაში. შემდეგ სულ ახლახან გაერთიანებულმა სამეფომ არა იმ სრული ფორმით, როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აკრძალა. ეხლა უკვე დასჯადია მათთან მუშაობა ან მათთან ასოცირება თუ არ ცდები 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასე რომ ევროპულ ფრონტზე პროგრესია. შემდეგ საფრანგეთმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა სანქციების შემსუბუქებას, რომელსაც შეერთებული შტატები მემორანდუმისთვის თავაზობდა. ასე რომ ევროპაში ჩემი აზრით განსხვავებული მიდგომაა. საკმარისია თუ არა დიპლომატიურ და სამხედრო დონეზე მხარდაჭერა იმისთვის, რაც
რეჟიმის ცვლილებისთვის არის საჭირო. არ ვიცი, ეს ჯერ კიდევ სანახავია, მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა. და მინდა რომ ყველა ჩვენს მაყურებელს ძალიან ყურადღებით დაფიქრდეს ყველაფერზე, რაც ფლერმა ახლახან თქვა. რომ ესეთი მტრის დამარცხება, რომელიც ადრე თუ გვიან შეერთებულ შტატებში მოვა. სამხედრო თვალსაზრისით მოგწონთ ეს თუ არა, ასეთი მტრის დამარცხებას გამძლეობა სჭირდება და ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ყველაფერი ერთ ღამეში მოგვარდება. სანამ შემდეგ თემაზე გადავიდოდეთ, მინდოდა გითხრათ, ელით თუ არა რომ ისრაელიც ჩაერთვება ამ კონფლიქტში? და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი რომ ხედავთ ამ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, რამაც დღეს მედიის მხრიდან მუდმივი კრიტიკა გამოიწვია? ვაუ. ადვილი კითხვები არ არის. არა, მართლა. კარგი, მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო, ბავშვები, მე ვხედავ ამ ომის დასაწყისიდან დღემდე განსხვავებას იმ ბავშვებში, რომლებიც ორი თვე ოჯახთან ერთად სახლში იყვნენ და ეს ნამდვილად ახდენს გავლენას მომავალ თაობაზე. და ჩემთვის ეს მაშინებს, რადგან ჩვენ ყოველთვის გქონდა ჩვენი პრობლემები. ყოველთვის ასეა, ვიკითხავთ. გვინდა თუ არა ამერიკაზე დაკრნობა? ამერიკა ჩვენზეა დამოკიდებული? გვიყენებენ თუ არა? ეს ყველაფერი. მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ მომავალ თაობაზე. და მაშინებს ის აზრი, რომ აქ ისრაელში ეს ბავშვები ტრაუმირებულები არიან. როგორი იქნება მომავალი ურთიერთობა? არ მინდა რომ ჩვენს მომავალ ბავშვებს სულდეთ მეორე მხარე. არ მინდა რომ იყოს მტრობა. არ მინდა რომ ამერიკის მიმართ წყენა გქონდეს. დღის ბოლოს ჩვენ მეგობრები გვჭირდება. ასე უყურებ ამ ყველაფერს ყველაზე მეტად. ბავშვების თვალით უყურებ. და უთხოვ ყველას, ვინც უყურებს, განსაკუთრებით ისრაელის ოჯახებს, რომ ნამდვილად იზრუნონ თავიანთ ბავშვებზე და შეუწყონ ხელი უკეთეს მომავალს. ისინი არიან მომავალი. მაგრამ ის, რაც ჩვენი ბავშვებისთვის ნორმად იქცა, სხვაგან არსად არ არის ნორმალური. ეს ნორმალური არ არის. აი ეს არის მთავარი. ეს სხვაგან არსად არ არის ნორმალური. ამას ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი ტკივილი ზღვარი გვაქვს და უნდა ვნახოთ კიდე ვის აქვს ეს, რადგან ჩვენ ცივილიზაციურ ბრძოლას ვაწარმოებთ. მინდა ცოტა თემას გადავუხვიო, რადგან კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს, რომელიც ამ კვირაში ისრაელის მედიაში გავრცელდა. სულ ცოტა, თავდაპირველად მაინც. და ეს არის ის, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოჯთაბა ხამენეი, ახალი უზენაესი ლიდერი, მუხაოს აიათოლა, ახლა ირანშიც კი არ იმყოფება. შემდეგ კი ძალიან საინტერესო კომენტარი მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, აბას არახჩისგან. მოდით ნახოთ, რას ამბობს ის. ამ პერიოდში რაც არ მინახავს, არ მგონია, რამდენიმე ადამიანი ზედიზედ მინახოს. ვაუ. სად არის ვალდო? სად არის აიათოლა? სად არის ყინული? თუ ის ცოცხალია, ასე მგონია. ანუ ნებისმიერი ადამიანი, ჩემი ქმარი, უზარმაზარი ვარსკვლავური ომების ფანია, კარგი? ასე რომ, სხვა გზა არ მაქვს, თელ ამ ვარსკვლავურ ომებს უნდა ვუყურო. არის ერთი სცენა, როცა დართ ვეიდერი, სანამ დართ ვეიდერი გახდება, კარგავს ფეხს და კარგავს ხელს. და მერე მას აქცევენ ამ ნახევრად ადამიანად, რაც არის დართ ვეიდერი. ზუსტად ამას უკეთებენ მას. ასე ვფიქრობ მე. ის შვეიცარიის რომელიღაცა კლინიკაშია, სადაც აწყობენ, რომ შემდეგი დართ ვეიდერი გახდეს. ეს უბრალოდ ჩემი აზრია. სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ის დართ ვეიდერზე ნაკლებადაც კი აწყობილია, რადგან ვეიდერს მაინც ტვინი ჰქონდა და თავისით ლაპარაკობდა. არ მგონია, რომ ეს კაცი მართლა მართავს ყველაფერს. თავს ყველაფერს. ფიქრობ, რომ ექსტრემისტები მართავენ ყველაფერს. ალბათ ასეა, კარგი. ისინი ყველანი ექსტრემისტები არიან. კარგი. ყველაზე ექსტრემალური ექსტრემისტები მართავენ ყველაფერს. ფიქრობ ეს სრული არეულობაა. ასე მგონია, ირანში ასეა. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებებს იღებს აჰმად ვახიდი, ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი. ეს შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული თეორია ირანის ექსპერტებს შორის ამჟამად. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ის, რაც ისრაელის ახალი ამბებიდან მოვისმინეთ, ამტკიცებს, რომ ხამენეი საერთოდ არ იმყოფება ირანში. არ არის ცნობილი, სად შეიძლება იყოს ის, ალბათ რუსეთში. ჩვენ ვნახეთ ბევრი ასეთი ფრენა, როდესაც რეჟიმის თვითმფრინავები გადაადგილდებოდნენ. შეიძლება ჩრდილოეთ კორეაშია. იქრების იქ არის კიმ ჩენ ინთან ერთად. შეიძლება, მაგრამ გონია, რომ რუსეთს ალბათ უკეთესი სამედიცინო მომსახურება აქვს და ის გონზეა. და არ ვარ დარწმუნებული, ხო და შეიძლება ის ჩვენთან ერთად არის. მაგრამ არ ვიცი, რამდენად არის გონზე, ანუ რამდენად არის ჩვენთან. მე არ ფიქრობ, რომ ასეა. მე მგონია, რომ ჩვენ მოვკალით ის. და მგონია, რომ ის ჯერა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის 90%-ით მკვდარია. ის 90%-ით მკვდარია. ეს სრული სიგიჟეა. ის 90%-ით მკვდარია. ის ქაღალდის ფიგურას გავს. ჯინჯერბრედის კაცი. არ ვიცი, მაგრამ მოისმინე, ფაქტი, რომ ის მამამისის დაკრძალვაზე არ იყო, აბა?
თუ ეს არ აჩვენებს, რა მდგომარეობაში იყო, ეს მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ ეშინოდათ ისრაელი ან ამერიკა დაკრძალვაზე ბომბს ჩამოაგდებდა. ეს იმიტომ იყო, რომ მათ არ შეუძლიათ დამარცხების ჩვენება. და როცა ნახევრად დასახიჩრებული კაცი ხარ, რომელსაც ფეხი არ აქვს, ეს დამარცხებაა. ამას ისინი ვერასდროს გააკეთებენ. იცი, მათ საკუთარ მედიაში ის აღწერეს, როგორც მძიმედ დამახინჯებული ამ ყოველფრის შედეგად. ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინო, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. მაგრამ რას ნიშნავს ეს? რა შედეგები ექნება ამას ირანში და რეჟიმის შიგნით დიდი ბრძოლაა იმისთვის, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს და ვინ რას გააკონტროლებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ან მართლა სურდათ, ან მაინც აჩვენებდნენ თითქოს სურდათ მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან. და არიან ისეთებიც, რომლებიც რეალურად აგრძელებენ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას რეგიონის ყველა ქვეყნისკენ, გარდა როგორც ჩანს ამ ეტაპზე ისრაელისა. აი ეს არის პრობლემა ძალაუფლების ვაკუუმის დროს. ძალაუფლების ვაკუუმი. როცა ძალაუფლების ვაკუუმია, მაშინ ყველაზე ძლიერი მოძალადე შემოიჭრება, ხომ ასეა? და სწორედ ეს მოხდა. ეს ნახეთ მაშინ, როცა შეერთებული შტატები ავღანეთიდან გავიდა. თალიბანმა სრული ძალაუფლება მოიპოვა და ქვეყანას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა. გოგონებს სკოლაში სიარული აეკრძალას და ბავშვობის ასაკში აქორწინებენ. ასე რომ, როცა ძალაუფლების ვაკუუმია, ყველაზე ცუდი და ძლიერი მოძალადე შემოდის. და ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება ახლა ირანის რეჟიმში. ფიქრობ ეს დროის საკითხია, მაგრამ სანწუხაროდ, როგორც თქვენ თქვით, ამ დროს ყველაზე მეტად ირანის ხალხი იტანჯება. სანამ ჩვენს ყველაზე საყვარელ სეგმენტზე გადავალთ, მინდა ცოტა ვისაუბრო იმაზე, რაც JD Vance-ისგან ნახეთ ამ ინტერვიუში ჯო როგანთან. მეც საკმაოდ შოკირებული დავრჩი. JD Vance-ის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ნახეთ რას ამბობს ის. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ის მოსადის აგენტი იყო. Ho, Mossadi ან CIA ან კიდე სხვა რომელიმე ხმა სახელმწიფო სტრუქტურა იქნება ეს ამერიკაში, ისრაელში, სხვა ქვეყანაში თუ ორივეგან. მას აშკარად ჰქონდა კავშირები ამერიკული დაზვერვის უმაღლეს დონეებთან. მას აშკარად ჰქონდა კავშირები ისრაელის დაზვერვის უმაღლეს დონეებთანაც. არსებობენ ადამიანები მათ სისტემაში, ვისაც უდაოდ ვიცით, რომ ისინი მანიპულირებენ და ცდილობენ შეცვალონ ამერიკული საზოგადოებრივი აზრი, რათა ომი განუსაზღვროდ გაგრძელდეს. მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ ნახეთ ეს ძალიან ფარული, უკიდურესად კარგად დაფინანსებული კამპანია, რომელიც ცდილობს ჩაშალოს მოლაპარაკება და ჩაშალოს შეთანხმება. Tyra. აი ასე გამოიყურება, როცა ებრაელების წინააღმდეგ შეთქმულების თეორიები უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. აი ასე გამოიყურება. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ასეთ უაზრობას ამბობს, თითქოს ეს ყველაზე ჩვეულებრივი რამ იყო სათქმელად. დიახ, ძალიან შემაშფოთებელია მისი მოსმენა, ძალიან შემაშფოთებელია. ის ჟღერს როგორც ერთ-ერთი გროიფერის პოდკასტის შეშლილი ადამიანი. თითქოს ეს სრული უაზრობაა. დიახ, გააგრძელე. ეს ის ხალხია, ვინც მას უნდა. ეს ის ხალხია, ვინც მას რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზე დაუჭერს მხარს. და მან გააკეთა გათვლა, რომ რესპუბლიკურ პარტიაში შეიძლება მეტი ადამიანი იყოს, ვინც ებრაელებს სურთ. რაც მას საშუალებას მისცემს გახდეს შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი. და მე სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ის დიდ შეცდომას უშვებს, რადგან რაც უფრო მეც აკეთებს ამას, მით უფრო გამოირჩევა რუბიო, როგორც შესანიშნავი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც შედეგებს აჩვენებს თავის საქმიანობაში. სადაც ამ კაცს შეთანხმება წყალში ჩაეყარა, ის ერთადერთი იყო, ვინც მას ჯეროდა. და აქ ვფიქრობ, რომ ტრამპი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ხალხი ფიქრობს. რატომ გაუშვა JD Vance შეთანხმებაზე, რომელიც თავიდანვე იცოდა, რომ არ იმუშავებდა და ამავე დროს მარკო რუბიო ლიბანში, სადაც ყველაფერი კარგად მიდის. ლიბანში ყველაფერი კარგადაა. ამიტომ გონია, რომ JD Vance კიდევ უფრო მეტად ჯიუთობს. ის ამ ჩიხში მიდის, რადგან ეხლა სხვაგან წასასვლელი არ აქვს და ეს საზიზღრობაა, რასაც ის აკეთებს. შოშანა, შენ მასზე კვირის საუკეთესო რეპლიკა თქვი JNS-ის კონფერენციაზე. მეც შეგიერთდი და ვთქვი, რომ ის ნამცეცებს უხრის ეგრეთ წოდებული გაღვიძებულ რაიხს. ზუსტად ამას აკეთებს ის. მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე არასწორი გათვლაა, თუ ამერიკის ამომრჩეველს შევხედავთ, რადგან თუ რეალურ საარჩევნო ტენდენციებს და რესპუბლიკელების გამოკითხვებს დავაკვირდებით, ეს აზრი პოპულარული ნამდვილად არ არის. ეს მთელი შეთქმულების თეორიების პოდკასტის ენა ისენა საერთოდ არ არის გავრცელებული რესპუბლიკელებში. იმედი მაქვს, ეს დონემდე არასდროს მივა. ეს არის ჩვენი მთავარი შეშფოთების მიზეზი ახლა. მაგრამ ის აზრი, რომ ეს ამომრჩევლებს მისკენ მიიზიდავს, უბრალოდ სიგიჟეა. ის ისე ლაპარაკობს, თითქოს დემოკრატიული პარტიის მემარცხენეებთან ესაუბრება. ასევე ჩინგსა და ანა კასპარიანს. ეს სწორედ ცხენის ნალის თეორიის გამოვლინებაა. მართლა ასეა, ხო? ჰეირო, მემები. ან კიდევ უფრო მეტია, ან კიდევ უარესია.
ან ვიღაც გარედან აფინანსებს მას. იცი, ის ვიღაცის მარიონეტი კანდიდატია. ვინ იცის? მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ მას ყატართან კავშირებში ადანაშაულებენ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისრაელის მთავრობის შეთქმულებაა, ასე თქვა მან. რადგან ჩვენი მთავრობა იმდენად ორგანიზებულია და სტრატეგიული, რომ ეს წინასწარ მოვიფიქრეთ. ჩვენ 24 საათში მრავალ მილიონ დოლარიანი კამპანია ჩავატარეთ მემორანდუმის წინააღმდეგ. ხო, აი ასე სწრაფად მუშაობს ისრაელის მთავრობა. ხო, მაგრამ ექიმთან ვიზიტის ჩაწერა ვერ შემიძლია. დიახ. კარგი, სანამ ჩვენს ყველაზე საყვარელ სეგმენტზე გადავალთ ამ ნაძირალებსა და გმირებზე, სამწუხაროდ მის ისრაელი დანიელ იაბლონსკა დღეს ჩვენთან ვერ იქნება. მინდა ისევ თქვენთან დაუბრუნდე, სანამ ვასრულებთ. ეს ძალიან დამთრგუნველია. ვგულისხმობ იმას, რასაც ხედავთ JD Vance-ის ამ კომენტარებს და სოციალურ მედიაში სიძულვილის მუდმივ ტალღას. და ახლა უკვე თვით შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისგანაც. ზოგიერთი ამ შეთქმულებათაგანი და ეს დემორალიზებას იწვევს ბევრ ადამიანში, როგორც დასავლეთში და შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენთან, ისრაელშიც. თქვენ, როგორც მის ისრაელი, რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ იმედგაცრუებას, რომელსაც როგორც ჩანს, მუდმივად ვაწყდებით. მე ბოლომდე დავიცავ ამ აზრს, რომ სტუდენტები, ახალგაზრდები, მომავალი თაობა ჩვენი იმედია. ჩვენ მათ უნდა მივცეთ მიკროფონი, უნდა გავაძლიეროთ მათი ხმა. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი და თავი მაღლა ავწიოთ. თქვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ როგორც ისრაელები, როგორც ამერიკელები, როგორც ებრაელები, როგორც ვინც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი სიმართლე. უნდა ვიცოდეთ რა ხდება მსოფლიოში. ნუ მისცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი გვერდით გაგივიდეთ. ყოველდღე ვხედავ ვიდეოებს, როცა ტელეფონზე ვსკროლავ, სადაც ადამიანები ყველაზე უცნაურ რაღაცებს ამბობენ. და ეს მაოცებს, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ხმაურიანი უმცირესობა იყოს და ნამდვილად მივაწოდოთ რესურსები იმ უმრავლესობას, ვინც იცის რა ხდება და სურს იყოს ამ საუბრის ნაწილი. და თუ მინდა იყო ამ საუბრის ნაწილი, უნდა იცოდე რაზე ლაპარაკობ. მე ბოლო ადამიანი ვარ, ვინც ითქვის, რომ გეოპოლიტიკის ექსპერტი ვარ. მაგრამ თუ მინდა ვიცოდე რა ხდება საუბარში, ვეკითხები იმ ადამიანებს, ვინც იცის და ვკითხულობ ამაზე. ვკითხულობ ოპონენტების აზრებსაც, რადგან ასე რჩები ინფორმირებული. აბსოლუტურად. ვფიქრობ, შეიძლება რთულად და დამღლელად მოგეჩვენოს. განსაკუთრებით ასეთი რთული პოლიტიკური თემები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია და აქ ადამიანების სიცოცხლეა საფრთხეში. მაშ მადლობა რომ შემოგვიერთდით. ეს არის ისრაელი. მე ვარ დანიელ იაბლონსკა. თოდია. კარგი, ეხლა კი დროა ჩვენი ყველაზე პოპულარული რუბრიკისთვის, ნაძირალები და გმირები. დავითხოვთ კვირის ნაძირალებით. ფლერ, შენ შორს ხარ, მაგრამ ჩვენს გულებში ხარ. ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? მომენატრეთ და თქვენ შესანიშნავ საქმეს აკეთებთ. კარგი, ხო იცით, რომ ჩემი საყვარელი ნაძირალები ისინი არიან, ვისაც ბედნიერი დასასრული აქვთ, ხო ასეა? აბა რა მოხდა გუშინ? ტეიტის ძმები მაიამიში დააკავეს. ეხლა მოდით ყველა შევახსენოთ, ვინ არიან ტეიტის ძმები. ისინი არიან, ესენი არ ვიცი როგორ დავარქვათ მათ ქალთმოძულეები, ამაყი ქალთმოძულეები. ამაყი ქალთმოძულეები, ამაყი ანტისემიტები. ისინი ამახინჯებენ ყველა სახის თეორიას ებრაელთა კონტროლის შესახებ. ისინი საუბრობენ სიონისტურ კონტროლზე. ზოგჯერ ამას ღიად ამბობენ, ზოგჯერ კი შეფარულად. მაგრამ ისინი ყოველთვის საუბრობენ ებრაელების გავლენაზე და ისინი საზიზღარი ადამიანები არიან. მაგრამ ისინი დააკავეს, რადგან როგორც მეზოგინები, აღმოჩნდა, რომ ისინი ასევე სექსუალური მტაცებლები, გამაუპატიურებლები, პორნოგრაფები, ბავშვთა სექსუალური შრომის გამავრცელებლები და მაკლეები არიან. ფაქტობრივად. და ისინი დააკავეს მაიამიში 90-59 და ბრალდებით, რომლებიც მოიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას, სექსუალურ ტრეფიკინგს, გაუპატიურებას და ყველაფერს, რაც შეგიძლია წარმოიდგინოთ. და ეს არის ეგრეთ წოდებული მანოსფერო, სადაც ის მეორე იდიოტი, კლავი, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა თავისი მეზოგინიით, ჩვენი ნაპირების დასაბინძურებლად, ეს იგივე სცენარიდანაა. და მინდა ყველა შევახსენო, რომ როცა მეზოგინს ხედავთ, ჩვეულებრივ ანტისემიტსაც ხედავთ. და როცა ანტისემიტს ხედავთ, ჩვეულებრივ მეზოგინსაც ხედავთ, რადგან ეს ადამიანები, ეს გონებრივი სიბინძურე ერთად მიდის. და ასე რომ ეს ორი ბიჭი, რომელსაც ეს ახალგაზრდა კაცები ღმერთმა იცის რა მიზეზით მისდევენ, რომ უთხრან, ქალს სათამაშოდ უნდა იყენებდნენ და ცუდად უნდა ექცეოდნენ. თითქოს ასე ამტკიცებენ თავიანთ მამაკაცობას. ეს იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ანტისემიტები არიან. ანუ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ებრაელები არიან მათი ყველა პრობლემის მიზეზი. ამიტომ ამ კვირის ჩემი ნაძირალები, ის ნაძირალები არიან, ვის ამბავსაც ბედნიერი დასასრული აქვს.
ტეიტის ძმები ენდრიუ და ტრისტან ტეიტი დაელპებოდეთ დიდი ბრიტანეთის ციხეებში და არასოდეს გამოხვიდეთ, რადგან სწორედ ამას იმსახურებთ. ამინ. ვგულისხმობ არ მესმის. ანუ ვერ მიხვდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებას უპირებდნენ. ანუ მართლა ვერ მიხვდნენ? არა, ეს ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში კავშირები აქვთ. მერთო, ხო, ზუსტად ეგ. მათ ჰქონდათ კავშირები და როგორც ჩანს, მათი ექსტრადიცია. ცოტა ხანს რუმინეთში იყვნენ, იცი რატო იყვნენ რუმინეთში? იმიტომ რომ ბავშვების გაუპატიურების კანონები უფრო მსუბუქია. ღმერთო, ამას ვერ მოიგონებ. და ამიტომ ისინი რუმინეთიდან არ ექსტრადირეს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ, რადგან როგორც ემილი ამბობს, მათ ჰქონდათ კავშირები. მაგრამ ეხლა დიდმა ბრიტანეთმა მოახერხა ამის გაკეთება. არსებობს უამრავი ანგარიში ამ 10 წლის საზიზღარი ქცევის შესახებ. და როგორც თქვი, მიზოგინია და ანტისემიტიზმი ყოველთვის ერთად მიდის. სხვათა შორის, ისინი ძალიან რასისტები არიან შავკანიანების მიმართაც. მთელ იმ საზოგადოებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს ამაში. ხომ იცით, თუ ქალები გძულს, შავკანიანები გძულს და გეი ადამიანები გძულს. შეიძლება უბრალოდ ესეთი ხარ. და ებრაელების სიძულვილიც, დიახ, ზუსტად ასე. Intersectionalობა, რაც ადამიანებმა სინამდვილეში უნდა იყვნენ. აი ესეთია ინტერსექციონალობა. აი ესე. ნამდვილი ინტერსექციონალობა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ვაუ. მას შოშანა, ვინ არის შენი ამ კვირის ნაძირალა? მე ისევ იგივე ნაძირალა მყავს ამ კვირისთვის. ქრისტიანი ამამბური, რომელიც იცი, როცა გონია რომ უფრო დაბლა ვერ არ დაეშვება, სინამდვილეში ქაოს, რომელმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ქარიმ ხანი სექსუალურ გადაცდომებში დაადანაშაულა, ან პირდაპირ ეკითხება, ან ეჭქვეშ აყენებს მის ბრალდებას. ის პირდაპირ უყურებს მას და ეკითხება. კარგი, თქვენ მოსადის აგენტი ხართ? და რაც ყველაზე შოკის მონგრელია ჩემთვის ამაში ისაა, რომ იცი, არსებობს ჟურნალისტიკა და არსებობს ყვითელი ჟურნალისტიკა. არსებობს ჟურნალისტიკა და არსებობს შეთქულების თეორიები. ეს არის შეთქულების თეორია, რომელსაც მედია ნორმად აქცევს. ხართ? და ეს ახლახან ნახეთ JD Vance-თან. თქვენ ხომ არ ხართ მოსადის აგენტი? თითქოს მოსადი მართავს ყველაფერს. იცი, შემიძლია წარმოვიდგინო გლობალური ხელები და ებრაელი დიდი ცხვირით. ანუ ამას აკეთებენ ისინი. ამას ხალხს თავში უნერგავენ. აი ნახეთ ეს. პირველ რიგში, თქვენ მოსადის აგენტი ხართ? არა. და რომც ყოფილიყავი, ვიტყოდი, რომ საშინლოდ გამომდიოდა. მაგრამ არა. სასამართლოში მუშაობისთვის რამდენიმე უსაფრთხოების შემოწმება უნდა გაიარო. ამიტომ ვფიქრობ, რაც აქ ნამდვილად მნიშვნელოვანია საათქმელად, არის ის, რომ ეს მალაიზიელი მუსლიმი ქალია, რომელიც სინამდვილეში მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეს ისრაელის წინააღმდეგ. და მან მაინც გაბედა და საჯაროდ დაადანაშაულა მოსამართლე იმაში, რაც გააკეთა, მიუხედავად ამისა და იმის სოდნისა, რომ ხალხი გააკრიტიკებდა და გაამტყუნებდა მას. და რა მოუვიდა პრინციპს, ყველა ქალს უნდა დაუჯერო. რა მოუვიდა იმ დროს, როცა ყველა იჯერებდა ყველაფერს ვაინშტეინის, ეპშტეინის, დანის და სხვა ამბებზე. რატო არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად სარწმუნო? მაგრამ ეს ქალი გამოდის და ამხელს ადამიანს, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და განსხვავებული რელიგია აქვს. და ეხლა უკვე კითხულობენ. მოსადის აგენტი ხარ და ვინც ამ ყველაფერს ვერ ხედავს, ვინც არ იცის რა ხდება სინამდვილეში, ძალიან გაკვირვებული დარჩებით რამდენიმე წელიწადში, როცა ეს ყველაფერი ასე გავრცელდება, უკან მოიხედავთ და ვეღარ იცნობთ ვეღარც თქვენს ქვეყანას და ვეღარც თქვენს მეგობრებს. ხო, ეს საკმაოდ დამთრგუნველი იყო, მაგრამ ზუსტი. ვერ შეგედავები, მართალი ხარ. გულისხმობ, როცა ქრისტიანა ამამპურზე საუბრობ, გულწრფელად რომ თქვა, არ არსებობს არც ერთი ებრაელთა ან ისრაელის მტერი, რომელსაც ის არ ჩაწერს ინტერვიუს. ის ეძებს მოხუცგენერლებს, დინოზავრებს, მემარცხენე დინოზავრებს ისრაელში, რომ რაღაც თქვან ოკუპაციაზე. რაც, რა თქმა უნდა, იცით, ერთადერთი თემაა, რაზეც ისინი ყოველთვის ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ეს არის CNN-ის დღის წესრიგი. ის იპოვის ამ ადამიანებს. ის მისცემს მათ სიტყვას. ის იყო ადამიანი, რომელმაც ქარიმ ხანი აიყვანა პიედესტალზე ბიბისა და გალანტის დაპატიმრების ორდერის გამო. ეს მან გააკეთა. მან მიიღო ექსკლუზივი. ის დაპატიმრების ორდერი გამოვიდა, მანამდე სანამ საერთოდ მზად იქნებოდა, რადგან სათანადოდ ვერასდროს მომზადდებოდა. ეს მთლიანად გამოგონილი იყო. და ეს იყო ის, რაც მას უნდა გაეკეთებინა. და ხალხი ამბობს, რომ იქნებ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ იცოდა ბრალდებები მოდიოდა. როგორც არ უნდა იყოს, ქრისტიანა იმ კაცს პიედესტალზე აყენებს, მას ინტერვიუს უღებს.
და შემდეგ ეს გოგო და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი სიმამაცეა საჭირო ამ ქალისთვის. იმიტომ რომ გითხრათ, როცა ახალგაზრდა იურისტი ვიყავი, ყოველთვის იყო ჭორები იურიდიულ ფირმებში, კაცებზე, რომლებიც ასე იქცეოდნენ, კაცებზე, რომლებიც ამას და იმას აკეთებდნენ და ჩემს დროს 90-იანებში თუ რამე სიტყოდი, შენი იურიდიული კარიერა დასრულდებოდა, ხო ასეა? შენი იურიდიული კარიერა დასრულდებოდა. ასე გავიზარდე მე. ეხლა მითუს შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ეს გოგო დამიჯერეთ ამას რო აკეთებს, თავისი კარიერით რისკავს. და ქრისტიანა ამამპური კარი ხანს პიედესტალზე აყენებს, როცა მას ინტერვიუ ჩამოართვა. ბიბის დაპატიმრების ორდერზე არც ერთ საკითხზე არ შეეწინააღმდეგა, იყო ეს ლეგიტიმური თუ არა. მაგრამ ეს გოგო სწორედ მას დაუსვა კითხვა. და ემილი უკეთ გეტყვით ვიდრე მე. ირანის ხალხს ზულს ის, რადგან იგივე გააკეთა ირანის რევოლუციურ გვარდიასთანაც. ის მათ მიმზიდველად წარმოაჩენს. მაგრამ როცა რეზა პაჰლავის ინტერვიუს უღებს სხვათა შორის, მასაც იმავე კითხვას უსვამს. ამ კითხვაზეა შეპყრობილი. ხართ თუ არა ისრაელის აგენტი? მუშაობთ თუ არა მოსადთან ან მისთვის? მხოლოდ ისრაელზე ეკითხება. რა იყო ესეთი აღმაშფოთებელი? ის ძალიან დიდხანს ეკითხებოდა ამაზონზე. განა, იგივე კითხვა არ დაუსვა პალავის ემილი. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. მან ზუსტად იგივე კითხვა დაუსვა, თითქოს ამ შეთქმულებითაა შეპყრობილი. მაგრამ იცი, შეთქმულებაზე რომ საუბრობთ, მინდა ჩემს ნაძირელაზე გადავიდე, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ჟურნალმა Time-მა გასულ კვირას გამოაქვეყნა სტატია საჯაროდ გახმაურებულ კანონიერ საჯარო დიპლომატიის კამპანიაზე, რომელშიც მილიონობით დოლარია ჩადებული და რომელსაც ისრაელის სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. ეს გაკეთდა მათი პარტნიორის ბრედ პარსკეილის მეშვეობით, რომელსაც ეკუთვნის სააგენტო, რომელიც ოფიციალურად და საჯაროდ იქნა დაქირავებული, დარეგისტრირდა ფარას, ანუ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიხედვით. სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველა დოკუმენტი იმის შესახებ თუ რა იყო ეს კამპანია, რამდენი ფული დაიხარჯა მასზე, რაზე იყო ორიენტირებული მასალები და სხვა დეტალები. ყველანაირი დეტალი იმის შესახებ თუ რას მოიცავდა ეს რეალურად. ასე რომ ჩვენ ვიცით რას მოიცავდა ეს კამპანია რეალურად. ეხლა რა გააკეთა ჟურნალმა Time-მა? მათ გამოაქვეყნეს სტატია ამ კონტრაქტისა და იურიდიულად წარდგენილი დოკუმენტების შესახებ. ეს არის საქმიანობა, რომელსაც ყველა ქვეყანა ახორციელებს, ყველა ქვეყანა ლობირებს. ბევრ მათგანს აქვს გავლენის კამპანიები, როგორც ამას უწოდებენ, შეერთებულ შტატებში. ეს არის კანონიერი ქცევა. რაც არ არის კანონიერი, არის ის, რომ ეს არ განაცხადო, როგორც ყატარი არ აცხადებს AJ+, ალ-ჯაზირასა და იმ მილიარდობით დოლარს, რომელსაც ამერიკულ აკადემიაში დებს. ეს ყველაფერი ფარული გავლენის კამპანიებია, რომლებიც ამერიკელი საზოგადოების მანიპულირებას ისახავს მიზნად. ისრაელი რომ რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავს საჯარო დიპლომატიის კამპანიაში, რომელიც კულტურულ გაცვლასა და ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული, ეს არ ნიშნავს ამერიკული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი სრულად საჯაროა. მაგრამ ჟურნალმა Time-მა ეს ორი ისე დააკავშირა, თითქოს ერთი და იგივე იყოს. საუბრობენ თუ რა იყო კონტრაქტი და შემდეგ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ისრაელის მთავრობა, ან მათი სიტყვებით, თეთრი სახლის ზოგიერთი ოფიციალური პირი. თეთრი სახლის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ისრაელის მთავრობა აფინანსებს გავლენის კამპანიებს მემორანდუმის და JD Vance-ის წინააღმდეგ ლობირებისთვის პირადად. ეხლა ცხადია ეს აბსურდულია, მაგრამ სულ რამდენიმე წუთის წინ თავად JD Vance-ისგან მოვისმინეთ ზუსტად რას ფიქრობს და რომ ეს იყო მისი წყარო. მან ინტერვიუში ჯო როგანთანაც კი ახსენა Time-ის სტატია. მიუხედავად იმისა, რომ Time-ის ჟურნალის სტატიაში რეალურად არ წერია, რომ ეს კონტრაქტში სამართლებრივად იყო განსაზღვრული, მათ უბრალოდ ორი რამ დააკავშირეს და მკითხველს მიანდეს, თავად გაეგო რას ნიშნავს ეს. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ხედავთ შეთქმულებებს ყველგან, მარცხნივ, მარჯვნივ და ყველგან და ისრაელს ადანაშაულებენ სრულიად შემთხვევითი ადამიანები. გულისხმობ ირანელებს, ამერიკელ ვეტერანებს, ჟურნალისტებს, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებს. ყველა ეს სხვადასხვა ადამიანი გმობს მემორანდუმს, რადგან ეს ცუდი მემორანდუმია, რადგან JD Vance-მა ცუდად იმუშავა. და იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის შეცდომებზე, ის ამ შეთქმულებებს ეძებს. ხო, ჟურნალმა Time-მა რაღაცა დიპლომატიურ კამპანიაზე ისაუბრა. ამიტომ ალბათ ის ადამიანები, ვინც მაგკრიტიკებენ, ანაზღაურებადი ბოტები არიან, ანაზღაურებადი ბოტები. მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას შეუძლია ლობირება გაუწიოს ნების საქმის საკითხს, მაგრამ თუ ისრაელი რაღაცას კანონის ფარგლებში აკეთებს, სხვათა შორის და საჯაროდ, ეს მიუღებელია. ძალიან დავიღალე ამ ორმაგი სტანდარტით, აბსოლუტურად. გულისხმობ, ნახეთ, მე გასულ კვირას ვესაუბრებოდი ISGAP-ის ხალხს და ასობით მილიარდი დოლარი შევიდა ამერიკულ უნივერსიტეტებში ფიქტიური კომპანიების მეშვეობით, ამერიკელ პოლიტიკოსებთანაც ფიქტიური კომპანიების მეშვეობით,
ასე რომ როცა რაღაცას კანონიერად აკეთებ, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია იმასთან შედარებით, რასაც ეს ნაბიჭვრები არაკანონიერად აკეთებენ, სწორედ ამას წერს Time-ის ჟურნალი. საოცარია. კარგი, მოდი უფრო პოზიტიურ ნოტაზე გადავიდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს გმირები, ბევრი გმირი გვყავს. შოშენა, გინდა რომ შენგან დავიწყოთ და გაგვეცნო შენი კვირის გმირი. ჩემი კვირის გმირი დაკავშირებულია ჩემს კვირის ნაძირალასთან. და ეს არის სარა, რომელიც არის ადვოკატი და მუშაობდა ჰაგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა მიუხედავად იმისა, რომ ეს მის კარიერას ავნებდა მის პოლიტიკურ წრესაც. და გაამხილა სიმართლეს სექსუალური ბრალდებების შესახებ, რომლებიც კარიმ ხანს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს წაუყენეს. მას ნამდვილად არ შეუძენია მეგობრები. ნამდვილად არც აუწევია კარიერა წინ. მაგრამ საბოლოოდ მან იგრძნო, რომ სიმართლე იყო მნიშვნელოვანი. და ვფიქრობ ერთი რამ, რაზეც უნდა ვისაუბროთ და ამას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხშირად შევხედრივართ. არის ის, რომ პოლიტიკა სიმართლეზე მაღლა ვერ დადგება. პოლიტიკა ღირებულებებზე მაღლა ვერ დადგება. ზოგჯერ ადამიანები ისე სურთ, რომ ყველას მოსწონდეთ, რომ საკუთარ ღირებულებებს ბოლოში აყენებენ. და განსაკუთრებით, როცა საქმე ქალებს ეხება, განსაკუთრებით, როცა საქმე ქალთმოძულეებს ეხება, ეს მიუღებელია. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მისოგინები მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა მოვეწონოთ მათ. და ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ სექსუალური მოძალადეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებენ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ქალები განსაკუთრებით კარგად გვგზნობთ და გვესმის. და ჩვენ აუცილებლად უნდა დავდგეთ ამის გვერდით. ასე რომ ის გმირია იმის გამო, რომ ეს გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს პოპულარული არ იქნებოდა. და ჩვენ ქალები განსაკუთრებით მჯერა, რომ უნდა დაუჭიროთ მას მხარი, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა ეს ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. ამიტომ ის ჩემი გმირია, რომ გაბედა და წინ წამოვიდა. მართლა იმედი მაქვს, რომ მას ძალიან არ დასჯიან და იმედი მაქვს, რომ ყველა ვისწავლით ამ შემთხვევიდან, რომ სიმართლეს ნამდვილად უნდა კონდეს მნიშვნელობა. სიმართლეს უნდა კონდეს მნიშვნელობა, თუ გვინდა, რომ ღირსეული საზოგადოება გქონდეს. სწორად თქვით, აბსოლუტურად. ამინ. დიახ. მინდა ჩემს გმირზე ვისაუბრო, სანამ ფლერზე გადავიდეთ. ცხადია, კამპუსზე ბოლო რამდენიმე წელი ძალიან რთული იყო. ძნელად იყო მაშინაც, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ეხლა ბევრად უფრო გაუარესდა. და ერთ-ერთი ადგილი, სადაც მგონია, რომ აღარანაირი იმედი აღარ დარჩა, არის გაერთიანებული სამეფო. ის რამდენიმე ნაბიგით უსწრებს შეერთებულ შტატებს, სადაც უკვე ვნახეთ, რამდენად ცუდად არის საქმე. და ამ კვირაში იყო სტატია თალის მუსის მიერ, რომელიც სტუდენტური ლიდერია, ებრაელი სტუდენტური ლიდერი ლონდონის კინგსის კოლეჯში, გაერთიანებულ სამეფოში. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მამაცია. მას ბევრი ბულინგი გამოუცდია, როგორც კიბერბულინგი, ასევე პირისპირ მუქარები. და საქმე ისაა, რომ ეს იშვიათი არ არის. ამიტომაც მინდოდა თალი და საერთოდ ყველა ბრიტანელი ებრაელი სტუდენტი ჩემი კვირის გმირებად დამესახელებინა. იმიტომ რომ რასაც ისინი კამპუსზე აწოდებიან, მხოლოდ მათი იდენტობის, იმის გამო ვინც არიან. მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ ან რაზე ლაპარაკობენ, ან არიან თუ არა აქტივისტები. ის ფაქტი, რომ მათი იდენტობა მუდმივად საფრთხის ქვეშაა. რომ თუ ხალხი გაიგებდა ვინ არიან ისინი, თუ გაიგებდნენ რას ფიქრობენ, თუ ხმამაღლა არ იტყვიან ამას, მათ თავს დაესხმიან. გამორიცხავენ საუბრებიდან, დაემუქრებიან, შეეცდებიან ჯგუფებიდან გააგდონ, სოციალურ ქსელებში ბულინგის კამპანიებს გაუმართავენ. ეს ყველაფერი არის ის, რაც თალი ტელეგრაფის სტატიაში აღწერა, თუ როგორი ცხოვრება აქვს ებრაელ სტუდენტს გაერთიანებულ სამეფოში. და უბრალოდ საშინელებაა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მისცა ამის ასე შორს წასვლის უფლება. და იცით, მე მხოლოდ უნივერსიტეტებზე ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად სთება უნივერსიტეტებს, როცა საქმე დიდ ბრიტანეთს ეხება. და ვფიქრობ, ალბათ უკვე ძალიან გვიანია ამაზე რაიმეს გაკეთება, როცა საქმე კამპუსებში მდგომარეობის გამოსწორებას ეხება. მაგრამ ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია. სრულიად მიუღებელია, რომ ეს არის ის რეალობა, რომელსაც ებრაელი სტუდენტები აწყდებიან. სოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ყველაზე ისტორიულ დაწესებულებებში, რომლებმაც ასე ბევრი რამ შეიტანეს გლობალურ დისკუსიაში, უამრავ მნიშვნელოვან საკითხსა და თემაზე. ეს ნამდვილად სამწუხაროა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისეთი ადამიანები როგორიცაა ტალი, მაძლევენ იმედს და მაძლევენ შთაგონებას, ისევე როგორც სხვა სტუდენტებსაც. და ისინი ამაყად დგანან, მიუხედავად თითქმის წარმოუდგენელი ზეწოლისა, ასეთი ახალგაზრდა ადამიანისთვის. ამიტომაც ქოლჰაკავოთ შენ, ტალი და ყველა ბრიტანელ ებრაელ სტუდენტს, რომლებიც წინააღმდეგებიან, პასუხსცემენ და არ ნებდებიან იმ სიძულვილის წინაშე, რომელსაც ამ კამპუსებზე ვხედავთ. ეს საოცარია. მართლა რთულია. ჩარლი გმირია. და ეს ჩემთვის სამწუხაროა, ეს ჩემი ალმა მატერია. იქ ვისწავლე, კინგს კოლეჯში. როცა იქ ვიყავი, მე ვიყავი, შეგიძლია წარმოიდგინო, ებრაული საზოგადოების პრეზიდენტი?
და ჩვენ დებატები გქონდა პალესტინელების მხარდამჭერებთან, ნორმალური იყო კამათი და უთანხმოება. და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. და ეხლა უბრალოდ გააუქმეს. ეს ძალიან სამწუხაროა. და უბრალოდ ჩემს საქმეს გავუკეთებ რეკლამას campusisrael.com. თუ გსურთ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის კამპუსების ალტერნატივა და გსომთ ჩამოსვლა ისრაელში, მე ახლა ხან დავიქირავე რეკრუტერი. ჩვენ ახლა ვქირავთ რეკრუტერს დიდ ბრიტანეთში. ასე რომ უბრალოდ უნდა მეთქვა ეს. ბოდიში. ამიტომაც თქვი ეს. ვეილერ, გააგრძელე. ემილი გამაჩუმე. მადლობა. გააგრძელე. ვინ არის შენი გმირი? თუ ევროპაზე ვსაუბრობთ, ჩემი გმირია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ზოგადად ჩეხეთის რესპუბლიკა. იმიტომ რომ ამ მომენტში ეს ბიჭი სახელად პეტრ მაჩინკა ჩეხეთის რესპუბლიკა ბლოკავს ევროპულ სანქციებს ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირში. და ნახეთ, ირონია ის არის, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ადრე საბჭოთა ბლოკში იყვნენ, ახლა ისრაელთან დგანან, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ ჩვენ გავხიდონ. და ის შეხვდა გიდეონ საარს. ის იყო ის, ვინც ვეტო დაადო კენჭისყრას. და მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს ვიხდით, მაგრამ არ მანაღლებს. ვფიქრობ, ჩვენ ერთადერთები არ ვართ, ვინც ამ პოზიციებს იზიარებს. შეიძლება უბრალოდ ცოტა უფრო მამაცები ვართ და ხმამაღლა თქმას უბედავთ. და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დრო და დრო ჩნდებიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ აღარავის მივცემთ უფლებას, გვიბიძგოს, ჩვენ სწორად მოვიქცევით. რაც მართლა ამაღელვებელია, ისაა, რომ ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად გძულდნენ, ეხლა პოლიტიკურად იცვლებიან. მაგალითად, კოლუმბია, ისინი ძალიან დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ ისრაელის. ეხლა მათ არჩევნები ჩაატარეს. მემარჯვენე პრეზიდენტმა გაიმარჯვა და ამბობს, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანა სურს. ასე რომ, ეს სასიხარულოა. და მეორე ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის ნამდვილ ტვირთად იყო, ევროპაში საშინელი ქვეყანა, სლოვენია, ერთ ღამეში შეიცვალა. და ეხლა ძალიან პროისრაელურადაა განწყობილი, ასევე საუბრობენ საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე. ამიტომ დავბრუნდები და დავიწყებ მუშაობას, რომ ამ ხალხს იერუსალიმში საქმიანობის დაწყებაში დავეხმარო. მაგრამ ფავარი ისაა, რომ ჩეხეთი და სხვა მამაცი ქვეყნები, რომლებიც არ ემორჩილებიან ამ ვოუკ მაფიას და ისლამისტურ ბრბოს, ეხლა წინ გამოდიან და ამტკიცებენ, რომ გმირები არიან. ასე რომ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრა მაჩინკა და მისი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩემი გმირები ამ კვირაში. ძალიან სასიამოვნოა, კარგია, რომ დადებით ნოტაზე ვამთავრებთ. მადლობა. და აბსოლუტურად მართალი ხართ. დიპლომატიის კუთხით. მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება ისეთ ადგილებში, სადაც ამას არ ველოდით. ვიცი, რომ ბრაზილიაში ცელიან ცვლილებებს. კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც უბრალოდ საშინელია. და იმედი მაქვს მომავალ წელს ესპანეთიც. აქ ყველა ესპანეთშია. ეხლა ესპანეთში ვარ. და გუშინ ღამე რთული იყო, რადგან იცით, აქ ვართ. მინდოდა ესპანეთისთვის მეგულშემატკივრა, მაგრამ არა, არგენტინას გულშემატკივრობდი. და ყველა მეუბნებოდა, რომ წელიწად ნახევარში პედრო სანჩესი არჩევნებს წააგებს. მე ვამბობდი, ინშალა. მოდით ვიმედოვნოთ, რომ ეს ახდება და ამით დავასრულოთ. მადლობა, რომ ამ კვირაში ჩვენთან ერთად იყავით კვადზე და რა თქმა უნდა, მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით JNS-ზე. ნახვამდის.